ჩვენ ვინაიდან დღეს ეს საუბარი გქონდა სწორედ ერთ-ერთი მდევნთავრის ჩვენი უსაყვარლესი ადამიანის მეუღლის პიროვნების გადაგების გარშემო გამოწვეული აზროვნების, რომელიც ეს ინტერნეტში ზოგიერთი მავანთა მიერ იქნა ავიც მე სხვა რამეს ვერ უწოდე რა ამონთხეული არაკეთილი სული. მე ამიტომ ვეცადე რომ თქვენ დღეს არა მე გესაუბრე და მოგიტოვეთ მეუღლის პიროვნების გადაგების შესახებ, არამედ მე თქვენ გაყურებინით სწორედ ის გადაგება, რათა თქვენ თვითონ გამოგიტანოთ აზრი და შეგეხედათ თუ რაზე იყო საუბარი. იმიტომ რომ გულსატკენია შემოხახო ნამდვილად ის რომ როდესაც ადამიანები თეთრზე შავს ამბობენ აი თან ხერხებები რომ არა თეთრზე შავი და შავზე ეძახიან და გაჯერებენ რომ ეს არის თეთრი. დღეს არის სწორედ ის ყველაზე მეტი ცუდი რამ რომ არა მარტო ამას საერო ადამიანები და დაუშვათ რომელმა სექტანტი არ მიაკეთებს რაღაც არამედ ზოგიერთი თუნდაც სასულო წარმოადგენელიც გო თავისი განცხადებებს აკეთებს და რაღაც ჭორის დონეზე ვიღაცა კითხვას უსვამს და ჭორის დონეზედაც ეს ადამიანი პასუხს წერს. ეს არის გულსატკენია. იმიტომ რომ წერია წმინდა წერილში ვისვისას რომ ნათელიო ბნელარსო აშუი ბნელი რაოდენიმეო. იმიტომ რომ შენთვის თუ ის სულისკვეთება აი რაც მე ახლა თქვენთან მოვისმენი აქ და გამიხარა ეგ ქალბატონმა რო თქვა განსაკუთრებით ესო აი ჩვენში დევსო რაც მე უკვე მიქადაგავ ესო ჩვენი სათქმის თქმა ესაა სწორედ შემოხალხო რომ ძველ აღთქმაშიდაც ასე რომ როდესაც ერის გულის სატკივარი სწორედ უფალი გამოირჩევდა ადამიანებს და მათი ბაგეებით წინ უძღოდა და ან ამხედა ეს უგნური თაობა ამას ვერ ხვდებოდნენ. იმიტომ რომ სოლომონმა სწორედ ამიტომ თქვა ბრძენმა რომ ბრძენი ამხილე და უგნურ შეეშვიო. ამით ბრძენიო შეგიყვარებსო და უგნური მოგიძულებსო. და ესე უგნურია დღეს ადამიანში და არა მარტო დღეს, არამედ ეს ჩვენ იმ შთამომავლობასთან გასდევს, როგორც ძველი აღთქმიდან ისე ახალ აღთქმაში, რომ როგორც მოსეს რომელიც მეტმა დაადგინა ერის ხსნისათვის და გამოსაყვანო და კიდომ ხვა დაკრიბე როგორც ძალიან ბევრი წინასწარმეტყველი კიდე ესაია ხედავ გახერხეთ იმიტომ რომ სიმართლე ვერ აიტანენ რომელიც სწორედ ერისათვის გადაგებდა როგორც ილია თეზბიტელი თორე ფიცხელ ხარო ფიცხელი არის ილიაო აი ფიცხელი და სიფიცხელი ილიასი გამოწვეული იყო შემოხახო იმის გამო რომ მაშინ ის დიდი სულიწმის მადლი იყო დავანებული, რომელიც ვერ იტანდა იმ გარემოებას, რაც მის ერს ავნებდა და ის კეფთაყვანისმებდა. და ის სიყვარული ამოძრავებდა ილიას მის ერისადმი, რომელიც სწორედ ხედავდა, რომ ერს უყავდა და არასწორ გზაზე მიყავდა. ამიტომ იყო ფიცხელი. და ასიც არის, რომ შეიძლება ბევრმა იფიქროს აი მაშინ, რომ აი ფიცხელა არ შეიძლება სიტყვა დემთავრისა. მაგრამ ეს არის ღვთისგან გამომდინარე. იმიტომ რომ რომაელთა ეპისტოლე როდესაც იწყება, ბოდიში ებრაელთა ეპისტოლე როდესაც იწყება, ეგ წერია ასეთ რამე, რომ ღმერთიო ძველთაგან მამების პირით გვესაუბრებოდო, ეხლა კი ძისმიერ. ესე იგი, ეხლა ძისმიერ, არა ძეში, არა მარტო მაცხოვარზეა საუბარი, არამედ მათთან, რომელთანაც ღმერთის სიტყვა დავანებული, აი მათზეა მითითებული. იმიტომ რომ ხოგასოს ის მამები, რომელთანაც ღვთის სიტყვა იყო და ქადაგებდნენ გადახედავდა წუთისოფელი როგორ ებრძოდა მათ. თვით იოანე მახარებელი, იოანე წინასწარმეტყველი თავი მოკვეთა წუთისოფელმა, იმიტომ რომ წუთისოფელი ამხილა და პირიქით წუთისოფელს მოუწოდა მესიის ქრისტეს შესახებ და უთხრა რომ მე ღირსი არა ვარ, რომ მასო ხამალი გავხსნაო და შუნოკ ესე შეუკრა და გავხსნაო. იმის ღირსი არა ვარ. და წუთისოფელმა თვით ღმერთი განკაცებული ვერ დაიდია. ამიტომაც არის რომ იმის შემდგომ პერიოდებშიც რომ ხო გერო მაცხოვრის შემდეგ რა დამართენ მოციქულებს. აქაც მოციქულები ზოგი აი
როგორც ესე სიუკანალი გაახერხენ, ზოგი ჯვარზე გააყო, ზოგი თავდაღირა გააყენა ჯვარზე. და ასე იყო ძალიან ბევრი დიდი მდელმთავრები დღევანდელ დღემდე შემოხახვა, რომლებიც ამხელდნენ წუთისოფილს და წუთისოფილი ვერ იტანდა, მაგრამ იმიტომ რომ წუთისოფილი ბოროტებასაც ედადგას. ამიტომ ნათელი და ბნელი ვერ თავსდება ერთმანეთში. და ამიტომ არის სწორედ აი ამ წუთისოფლისგან ამონთხეული ბოროტება ის, როდესაც ვერ იტევენ აი ამ მდელმთავრის შეგონებას. უბრალო რამე არის, თქვენ არ ქონია თუნდაც შვილი, თუნდაც რომ აი ცოტა ზედმეტად, აი თუნდაც რამოდენმე სუპამ ქონდა რომ შულს აი ზედმეტად უყვირე რაღაც რომ რატო შუაზე გააკეთა რაღაცა. მაგრამ შვილი კი არ ურიცხდება მას. ის ხვდება თავის შეცდომა და ცდილობს რომ მოდის და შენდობა მაპატიება, მიუხედავად იმისა რომ თუნდაც რომ რაღაც სიფიცხლე იყოს გამომდინარე, მაგრამ თავარი რა არის შემოხატვა, რომ ჩვენი შეცდომა სწორედ ისაა, რომ არამს და არამს არ უნდათ რომ სწორედ ღვთისძეზე დადგეს. მე მახსენდება მამა ფილიპეს ინასამეთყლობანი, მე რომელიც აკითხეთ ერთხელ თქვენ და რომელშიდაც სწორედ აი ხილვაში სწორედ ღევანდელი პროცესია აღწერილი და ასეთი რამე უწერია, რომ ღმერთმო ერისხსნაო ჩადო დედა ეკლესიაში და მიცაჯე პრობელში და ის გააღებს ამ ბედნიერების კარსო, მაგრამ ქართული აი პერიოდი ეცდება ამ კართან არ მივიდეს. ამიტომ სიკეთის ნაცვლად ყოველი ბოროტება, ესე იგი ბოროტება ჩავარდებია და გადახედეთ ყოველი პროცესი. ესე იგი ამგეს არ წყის და არ არის მათთვის მოსაწყენი აი ცოდვების და უჩობის ჩადენა და რომელი ერთი აი თუ გახსოვთ თქვენ მე ახლა ხელისუფალ პოლიტიკოსებს კი მე პოლიტიკაში ნებეცი მე ვიწყებ შემოვლო ჩემი თავი, მაგრამ რომელი ერთი მოусმინ დედა ეკლესიას და პატრიარქს, რომელიც წმინდა სინოდეს გადაწყვეტილება შეისმენა რომელიმე და რა შედეგები მივიღეთ. მივიღეთ ის, რომ დღეს ქართველი ადამიანი მილიონობით ემიგრაციაშია, გაყიდულია მონათა ბაზარზე და უცხო ტომთა საჭიროდ შეიქმნა საქართველო. მივიღეთ ის შემოსაყვარული ადამიანები, რომ დღეს აი ამდენი ინფორმაციული ვაკუუმის შედეგად ჩვენში სწორი აზროვნება აღარ არსებობს და ადამიანს გვექნება ჩვენი რაღაც ილუზიური შეხედულებები. და ამიტომ არის რომ ასეთი ადამიანებს უკვე ეჩვევიან სიღარიბეს. აი ხო გასულს უწმინდეს ანარების როგორ უწერია, ნუ შეეჩვევითო სიღარიბესო. და ეს ნიშნავს იმას, რომ ბრძოლის უნარიანობას კარგავს ადამიანს. შეიძლება ხმელაპური ეგოს ადამიანს და თელი დღე და ღამე ქუჩაში გამოვიდეს და ტყულა იყოს. ან დომინოით ან რაღაცა და ამ დროს მისი სახკარი ეკალბურდით იყოს გადასული სოფელში. იმიტომ რომ ჩვენ ახლა განსხვავებული ვართ. აი თუნდაც ქუთაისის გარემოანი ჩვენი რომ უმრავლესობა თითქმის 99%-ს აქ ავანგარდში უნსხათ. თქვენი სოფლები გებთ. და გადახედეთ, სოფლები მიტოვებული დაცალებული. რამ გამოიწვია ეს? საქართველოს პოლიტიკოს გეორგია იწადმოქმედება, სადაც ეს სოფლები რამოდენიმე მაგალითად არის სოფლები, სადაც უკვე დაცალება ხდება. სამწუხაროა, მაგრამ ესეთი ლამაზი სოფლები მთებში, კიდე რაჭაში, კიდე სვანეთში, კიდე აი იმერეთ სხვადასხვა კუთხეებში ვნახოთ. ფაქტიურად სოფელი აღარ არსებობს. სამ სოფელში ერთხელ რაჭაში რომ სამ სოფელში ერთი ადამიანი იყო. და თუ გამოვიდა ამ მდელმთავარი და სული წმის მადლით ღვთით მოგვიწოდა და გვამხილა, ეს არ მოწოდგავს. ეხლა რაც შეეხება ის ცილისამება, რომელიც ინტერნეტში გავავრცელებ, რომ თუნდაც რუსული როგორ გეკადრება შემოსაყვარებელი. ჯერ აი თქმის კაი გამგონი უნდა. მე მაგალითად დღიარ გავა ისე, რომ მე მართლმადიდებლი რუსეთზე რო არ ვილოცო. ეს აგენტურაა, კაცო, დაუშვათ.
მე არ არსებობს უავრილოცო ჩემ ბერძნებზე, ჩემ მართლმადიდებლებზე. ესაა შეცდომა. როგორ შეიძლება შემოსაყვარული ადამიანებო 30 მილიონი მარტო რუსი მართლმადიდებლები აი ამ მასონისტებმა დაახურიტენ. იმ მასონისტებმა, რომელიც შედეგი და მათი შვილები არიან ესენი, რომელიც დღეს გაკივიან ვითომ დემოკრატიას. და ვითომ არ მოსულ დღეს რუსეთი. იმიტომ როცა რუსეთში თლიანად არ არსებობდა ფაქტურად თითქმის ჩახშობილი იყო მართლმადიდებლობა, მაშინ ჩვენი მზე აი კრემლიდან და რუსეთიდან ამოდიოდა. და მაშინ იყო ამერიკა და ევროპა დაუყო. და ეხლა როდესაც თვითონ რუსებმა უაისწავლეს შედარებით, მე არ ვამბობ იმპერიაზე, მე გეუბნები მართლმადიდებელ ძალებზე, რომელიც მადლობა ღმერთს იღვიძებს და მოდის და უხარია და იმგეს პირიქით, ჩვენი ქრისტიანობა უხარია, ჩვენთან მოდიან, ვეხუტებიან. ჩემთან იყო შემთხვევა ასეთი, რომ მამა ტრიფონი როდესაც იყო ჩამოძანებული, ღმერთმა იცის, რომ მან დაიჩოქა და ცრემლები წამოწვინდა თვალებზე, როდესაც უფრაზე ვსაუბრობდით და რა ჩვენმა ერმაო თქვენ დაგიშავით. ვერცი წარმოადგენთ თქვენ რა დაგვიშავეთ მეთქი. თქვენ დაგვიშავამ სოდვამ, მასონიზმმა, ჩვენ დაგვიშავ ბოროტებამ, რომ ჩვენმა სოდვამ მიცა მათ შესაძლებლობა, რომ თავისი ბოროტება განახორციელონ. ამიტომაც ძალიან ბევრი წინასწარმეტყველობანი აი რუსეთზე შემოხაზო. რომ რუსეთი იქნება დაპყრობილი, ნუ ჯერ და წერია სხვადასხვა, მაგრამ პოლონელებს სხვადასხვა, მაგრამ მამა აბელი ამბობს, რომ ბოლო პერიოდებში იქნება მასონი ურიათაუღელი იქნება, რომელსაც ბოლოს შეინანებენ და გადააგდებენ, მაინც მოიშორებენ, მაგრამ მანამდე გადახედეთ და რა ხდებათ, აი ისტორია შეხედეთ თქვენ. 28 დაჯგუფება მარტო რუსული, როდესაც მეფე გადააგდენ და რუსეთში აი ეს დიდი ბოროტება დაატრიალა, 28 დაჯგუფება იყო მასონისტებისა, რომელმაც დაამხვენ მართლმადიდებლობა. მეფე გადააგდენ, ეკლესია მასიურად დევნა დაუწყეს, 30 მილიონი მარტო მართლმადიდებელი ქრისტიანები დახვრიტეს. რამდენი ციმბირში გადა, რამდენი ემიგრაციაში გაიქცა. გეკითხები, შენ როდესაც გამოდიხარ და აი პირში ენა არ უნდა უკავდებოდეს ადამიანი, როდესაც შენ რუსული ერს აგინებ, რომელიც სწორედ რუსული ერი შენზე მეტი ტრაგიკულია ამ შემთხვევაში. რა პასუხი უნდა გააგო შენ 30 მილიონი ჯვარცმული ადამიანის წინაშე? განა გაგამართლებს უფალი? განა ჩვენზე ნაკლები ჯვარცმულებიან და ჩვენზე ნაკლები წმინდანები და რომელიც წმინდანები გინდა შემოხავ ამ პერიოდების ჩვენ რომ აპატიოს მეთქმა ბევრ რამეში გვეძინა მათ ეღვიძათ ჩვენ მართლმადიდებელ რუსეთზე ვლოცულობთ სერაფიმ საროველის რუსეთზე ვლოცულობთ სერაფიმ საროველის სერგე რადონეჟელსა დედა მატრონასა ლავრენტისა პროსტანტელისა სერაფიმ ვირიცელისა რომელი ეთიგინა აი ეს რუსეთი გვიყვარს ჩვენ მართლმადიდებელი რუსეთი ჩვენ გვიყვარს სწორედ ჩვენი დღევანდელი მართლმადიდებელი აი მამების რუსები და ყველა მართლმადიდებლები რომელსაც უნდა წოგითხრათ უშეცი ოიყრით ამოსულები რომ მოხლი მოიდრიკე მათზე ლოცულობ შემოხახო და არა კრემლის რუსეთზე და მასონისტებზე თორე თქვენ თუ გადახედავთ თვითონ მათ შიგა პოლიტიკაზე მათმა თვითონ დღევანდელი ხელისუფალი თვითონ რუსეთის მტრები უფრო ვიდრე სხვების კაცო ისეთი პოლიტიკას აწარმოებენ ლამის ციმბირი ხვალთუზე ჩინელების ხელში გადავიდა და გადასულიეთ თითქოს და ეს პოლიტიკა თვითონ ვარეს რუსულ ერთ თავის გასაჭირია თქვენ რა გონიათ რომ ის ომი მათაშორის ომი გამოწვეული რაც არის მართლმადიდებლებისგან არის კაცო და ამაზე თუ დევთავარი გვეუბნება და გვაუწყებს საიდან მომდინარეობს და ახლა ნახე რა ხდება როდესაც ბოლშევიზმი უკვე სანამ გაბატონებოდა მანამდე გადახედეთ და ნახეთ ისტორიაში წერია რომ ტროცკის მაგალითად ამერიკელები აფინანსებდნენ ეს როგორი იყო ცით ეს დიდი ბირთვი რომელიც უზარმაზარ მილიარდობით თანხას აი ამ დაჯგუფებას აძლევდნენ რათა ხელი შეეწყოთ აი სწორედ მეფის რუსეთში აი ეს პროცესი დამხობის მართლმადიდებლობის წინამორბედს ლენინს აფინანსებდა გერმანია ასე იყო სხვადასხვა სინოვი იყო კამენინი სხვადასხვა იმეს თავის სხვადასხვა მთელი ევროპა და ამერიკა შემოგვესიერებს
და მათმა დაამხელეს და მადლობა ღმერთს, რომ ქართული გენი გამოირჩია რაც. და აქაც ღმერთმა იმ ბოროტებაში და შეაჩერა ქართული გენი და მართლმადიდებლობა სულისკვეთებით მოხდა მაინც ეს მისი ლოცვით მოხდა რომ განხარდა. ხო და შევანდელ დღეს რო ადამიანი აი ვაკუუმიდან ნელა გამოდიხარ. ხო და იაზრუნო, კიდევ გეუბნები აი უწმინდეს უწერია ანალიტიკური აზროვნება უნდა ქონდეს ადამიანს. სწორი გააზრება უნდა ქონდეს ადამიანს. იმიტომ რომ როდესაც კიდევ გეუბნებით რომ აი ეს ბოროტება მთლიანად თავიდან ბოლომდე არში ხორცებული იყო რუსეთის ტერიტორიაზე და ფაქტობრივად რამდენიმე ეკლესია და ისიც ბევრი დატყვევებული იყო მაგრამ მაშინ იქ ვაფიცებდნენ ეს. და ამიტომ ამ ძალებმა სახეცვლა განიცადნენ. ამიტომ მასონისტების მიერ და ამ ძალების მიერ, მაგრამ ჩვენი ცოდვათა გამო დაშვებული. გინდა აფხაზეთი, იმიტომ რომ მე მახსოვს მაგალითად სოხუმში მე ვსწავლობდი 6 წელიწადი ვიყო. და მე და ჩემი ერთი მეგობარი აფხაზი რობერტ ლასურია ერთად ვიწექი და ერთად ჭამდი და ერთად ვსვამდი და ერთად მივიდიოდი ერთად მოვდიოდით. არავით არის ჩვენ ერთმანეთის სიყვარულის გარშე ესე რამე პრეტენზია ჩვენ არაფერი არ გავაჩნდა. ჯარში რომ მიდიოდა ეს ადამიანი, წარმოიდგინე თავის თანაკურსელები, აფხაზები ეს ფიზიკა მათემატიკურზე სწავლობდა, ხო და მე ქართულს კი მაგრამ ბინაში ვცხოვრობთ ერთად, მაკედონიაში. ხო და ისინი გაუშვა ოჩამში და ტყარშელში. ავტობუსი და მე ჩემთვის რომ პატივი ეცა, ტაქსი დაეჭირა და ისე ჩამიყვანა ამ ხელაგზაზე. ოჩამში და ტყარშელში. და იქ ყოფი აფხაზები ვინც იყვნენ და ვინც იყვნენ ერთად. ყველა ცდილობდა ვინ რა იცოდა ქართული ორი სიტყვა ერთმა ჩემთვის და გაიხარებოდა. ასეთი სიტყვის სიყვარული იყო, მაგრამ ვინც ამოიწიეს? ვინა სამაჩო გინდა იგი ყველაფერი თუ ჩაახოდები სიღრმისეულად შემოყავდა. მივხვდები რომ ეს არის ჩვენი ცოდვათა გამო რომელსაც სწორედ აი ამ ძალებმა ისარგებლა. ეს არ არის დამოკიდებული იმ რუს ადამიანებზე, რომელზედაც ჩვენ ვლოცულობ და რომელზედაც ჩვენ მართალ ურთიერთობა ვიხარებ. ეს ის ბოროტება, რომელიც არა მარტო რუსეთში, არამედ სწორედ საქართველოშიდაცა დავარნებული. შიგა გამცემლობიდან მოხდა ეს პროცესი. ეს სხვა რამე, ასე როგორც უკრაინაში თქვენ არ გიოს სხვაგან წამოვიდა, შიგა დასაყრდენი ძალებისგან მოვიდა, იმიტომ რომ ეს ის ძალები იყვნენ, რომელმაც ორი და მარილით შეხვდნენ ფაშისტებს. ეს ის სხვა ძალები კი არ იყო. ეს ის ძალებია, რომელსაც არავით არის მართლმადიდებელი სულისკვეთება არ გააჩნდა. ხო და თუ ამაზე შენ დაუშვათ მდემთავარი გიქადაგებს. ბიჭო, ეს არის. მე მომისმენია სხვა მდემთავრებისგან. მდემთავრებისგან, ჩვენი მდემთავარი, შემეულოთ ამ ბერმუხებისგან. რომ დღეს მთელი მსოფლიო იცი რისთვის იზრდის? რამეფრად რუსეთი გააწყდა. იმიტომ რომ არც ამერიკაზე, არც ევროპაზე მართლმადიდებელი რუსეთი არ მოხდა. იმიტომ რომ ისინი ეს სატანისტები გძნობენ მართლმადიდებელთა ლოცვას და ამიტომ ყეფენ. იმიტომ რომ მართლმადიდებელობა აქ არწევს მაგენის ბოროტებას. ხო და ეს დემოკრატიას, ეს ფარდას მათ ბოროტებისას, რომელიც ჩამოყარებული აქვს, ვერ ამჟღავნებენ მათ აი დორმს, აი სიძულვის დედა ეკლესიის მიმართ და ამიტომ გენოციდი და ამას ვერ აწყობენ ესენი აქ, იმიტომ რომ დემოკრატიაში შეეშლებათ ხელი. და ამიტომ ჭირდებათ მათ სწორედ რომ წითლები მოუშვან, რათა ამ წითლების ხელით მაინც განიქარწყონ ის ტკივილი, რაც დედა ეკლესიის მიმართ და მართლმადიდებლობის მიმართ, რომ რამეფრად დაანგრიონ ისევე და რეპრესიები დაიწყო დედა ეკლესიაში. ამაზე იბრძვის შემოგარგო სწორედ დღეს მსოფლიობა, რომ რამეფრად არა მარტო უკრაინაში და თუნდაც საქართველოში და კავკასიაში არის ეს, არამედ რუსეთის სიღრმეშიც გადაიტანონ ეს პროცესები. და ჩვენ თუ ასე გაუმართებას და უგუნურებას დავუწყოთ, ეს პროცესები დაიშვება. იმიტომ რომ ჩვენ სწორედ იმ ადამიანებს უნდა მოусმინოთ, რომელზედაც სულიწმინდა მოქმედებს და რომელიც ბაგებითაც მეტი ჩვენ გვაუწყებს. ეს ჩვენი პატრიარქი იქნება, ჩვენი მეუფე იქნება, სხვა მღვდელმთავრები იქნება თუ რომელი. და როგორიც მწარეც არ უნდა იყოს.
მხილება ის მხილება ადამიანმა უნდა იცოდეს რომ მიიღო და თავისავე გამოისურვება. კიდევ გეუბნებით უკვე მათ ცოდვების არასწვენიათ და 30 მეტრში ყიდიან მის სულზად, მის სამშობლოს და აქ რო გამოვა უდემთავარი იქნება თუ მოძღვარი იქნება, ვინც უნდა იყოს და სულიწმის მადლით თავის სამშობლოს სიყვარულით, თავის ადამიანის სიყვარულით, თავისი მშობლის სიყვარულით და ყველა ახლობლების სიყვარულის გამო ის რაც შინაგანი აუწყებს, აი ღვთის მადლი აუწყებს და იტყვის, ეს არის ორგანიზაცია. რა გააკეთეთ მასონისტებმა? განსაკუთრებით თუნდაც კავკასია აიღეთ. კავკასიაში აზერბაიჯანი და სომხეთი არისო, მაგრამ აზერბაიჯანი და სომხეთს კი არ ეცადნენ მასონისტებმა შეეჯახებიათ ერთმანეთსა. არამედ სწორედ მართლმადიდებელი საქართველოს მიმართებაში გააკეთეს ამგენმა, რომ სწორედ მერე მათ ხადაგებას დასაყრდენი ქონოდა. მართლმადიდებელი უკრაინის მიმართ გააკეთეს ეს. ამგენ რომ აქ დასაყრდენი ქონოდა. და ამიტომ ეს ბირთვები მათ წინაპრებს ჩადებული ქონდათ. ამიტომ შექმნეს უნდა საქართველოს თავის ავტონომიები, რომელიც საერთოდ არ არსებობდა, არ შეიძლებოდა. მათი დასაყრდენი იყო მაგალითად ის კათოლიკური ძალები და ეს სულისკვეთება რაც ბენდერებში ჩადნენ, რომლებაც გამოხატენ და დღეს მერე ის აი წამოწიან ეს ბირთვი. და ამიტომ ეს ძალები თქვენ არ იგივე ეს მე ასე მიმაჩნია ეს ძალები თვითონ ზუსტად კრემლის ამ ერთ-ერთი რუსი მამის ეგეთ წავიკითხეთ, რომ დადგება დრო თავისუფლ შვილს ეუნება, როდესაც კომუნისტები და კაპიტალისტები გაერთიანდებიან დედა ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ესო როგორ მამა, როგორ მოხდება? შენ მოესწრები მაგასო და შენი თვალით იხილავ. იმიტომ რომ ეს პროცესია დღეს, იმიტომ რომ ის ძალები, ანუ კრემლი, მასონისტები ამერიკელების და ევროპელების და ყველა გაერთიანებულია დედა ეკლესიის მიმართებაში. და ასე რამე უწერიათ კიდევაც, რომ პირმშუები, მოგახსოვთ თქვენ ასეთი არის სულათმაში, რომ მოსეს ეუბნება ღმერთი, წადი შენო ფარაონთან და შენ ეტყვიო, აი ამასო, ის გეტყვის ამასო და 10 სასაული მოხდებოს და მეათე სასაულზე გამოგიშვება. მეათე სასაული იყო რა? სანამდე პირმშუები არ მოუწყდებათ, მანამდე არ გამოგიშვებოდა. რა ახლა ასეთი რა არის ჩვენთვის? რომ დღეს ეს ანტიქრისტეს, ეს მასონისტური ძალები, ეს ანტიქრისტი არ უშვებს მართლმადიდებლობას, სწორედ რუსეთში და საქართველოში და უკრაინაში და ბელარუსიაში, სანამდე მათ პირშვები არ მოუწყდებათ. არ მოუწყდება რას ქვია იცით? უფრო მეტი შერწყმონა იქნება მათთვის, რომ ყველაზე ძლიერი ბირთვი მასონისტებისა რუსეთში, კერძოდ საქართველოში, ყველაზე ძლიერი მასონისტები, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ყურირებენ და დღესაც კი ხედავ, ფაქტობრივად ააწყვეს საქმე და ახლა სხვაგან აქცევენ. ბოლოს უფალი ღვთისმშობლის დედის მადლით, ჩვენი წმინდანების მადლით ამგეს მოაქცევთ, დაიმახსოვრეთ თქვენ ეს. და მოაქცევთ და ანტიქრისტეს მიმართ ეს პირშვები მოწყდებიან და ესენი რომელსაც გონი გაუნათდება სულიწმის მადლით. მოდრეკილნი, მუხ მოდრეკილნი იულიან დედა ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის იქ თავის და დაემხობიან და შენდობას ითხოვენ. და ეს დიდი ბირთვი, რომელიც ადრე ანტიქრისტეს ემსახურებოდა, შემოგვუნდება და დედა ეკლესიის მსახურში ჩადგებიან. და ეს იქნება ჩვენი გაბრწყინება, ეს იქნება ჩვენი შედეგი. ამიტომ რომ ჩვენ პიროვნებებზე არ უნდა დავიდეთ, ჩვენ გვწამს, რომ არა ჩვენ, არამედ ღმერთია, რომელსაც შეუძლია დაამხოს ყოველდღიურად. გამიგეთ, მაგრამ უბრალოდ შეხო გული გტკივა. ხო, მალე მოხდება ჩვენზეა დამოკიდებული შემოქეთინოთ. ერთი რამე არის, რომ თუ კი აი ზუსტად გუში საუბრობთ სახში მე დანათია, თუ კი ღმერთი ეუბნება აბრაამს, როგორ შევა მისი ერი, როგორ იქნება სწორედ 400 წელიწადი ტყვეობაში და სანამდე არ აღივსება ის უშჯულოება ეგვიპტელებისა, რომ მერე ამის გამო უნდა ასე არის, რომ სანამდე ამგერის უშჯულება მერე დაატყდება მაგის განადგურება. როდესაც აპოკალიფსი წერია, შემოედებიან წმინდა და ბანაკს და აჰა რომ უნდა ჩაკლაპონო, მერე დაატყდება ზეგარდობო განადგურება. ამიტომა ჩვენ გმართებს მოთმინება, ჩვენ გმართებს სწორი სიტყვის მოსმენა. თუ არა ერთი ღერით არ გასვენდება, იცოდეთ შემოსაყვარულ ადამიან
ცოდვილ ადამიანსაც კი ღვთისნების გარშემო არა მართალზე ლაპარაკი. ამიტომ სანამდე ნათელი არისო, იარეთ ნათელთავი. სანამ ბნელი რომ მოვა მე როგორ ძნელი არის. ამიტომ ჩვენ სანამ ნათელია და ჭეშმარიტი ქადაგებაა დღესაც და სულიწმის მადლი მოქმედებს ჩვენი პატრიარქი, ჩვენი ბერმუხამდე მთავარი იქნება მეუფე გალესა და ჩვენი მეუფე სპირიდონი იქნება სხვადასხვა მთავრების. იმიტომ რომ ეს როგორი პროცესია, იცით? მოგახსოვთ თქვენ უფალი რას ეუბნება ფილიპეს, რომ მე კი არ ვაკეთებ ჩემს საქმეს, როგორც კაცი ეუბნება, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს თავის საქმეებს. ან როგორც ღმერთი, ის იქმნისო თავის საქმეებს. ასე არის მეორე ადგილას წერია, რომ ოდესაც შეგიპოვია სადმე წაიღო, ნუ კი ჟელოთ რა სხვათო, არამედ თქვენში მყოფიო, მამაო, ის იმეთყოლებს. და ეხლა რა არის, ვისთან მეტყოლებს ეს სულიწმიდა? ვისანა ეს მამა დავანე, ვინც უფრო დიდად გაუღებს გულს. და ამიტომ ვისაც დიდად გაუღებს გულს და ვისაც დიდად დაანახებს ღმერთი ჭირვარავს, ისინი გახმევინიან ამას. ვისაც დიდი სიყვარული აქვს თავის ერისა, ვისაც დიდი ხომაგობის და გამაშინული გაგება აქვს, ისინი არიან ფიცხელნი ამ წოდების მიმართ და ხედავენ, რომ ამას თუ არ შეჩერდა რა მოყვება. საჯელი გარდაუვალია. გამიგეთ რაზეა საუბარი? არც პირველი მსოფლიო ომი შემოხაყო და არც მეორე მსოფლიო და არც მესამე მსოფლიო ომი საქართველოს არ შეეხება, მაგრამ ეს ჩვენი დამსახურება არა, ეს თიშობლის დედაცული ხოდრობის დამსახურება. მაგრამ გადახედეთ პირველ მსოფლიო ომს და გადახედეთ მეორე მსოფლიო ომის პროცესს. პირველ მსოფლიო ომის დროს ქართველები ძალიან მცირედი დაიღუპა. კი, იყვნენ აწვეული, იმიტომ რომ მაშინ რუსეთის შემადგენლობაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროსაც ისევე ჩვენ რუსეთის შემადგენლობაში, მაგრამ ყველაზე მეტი პროცენტი ქართველები დაიღუპა. რატო? იმიტომ რომ ყველაზე დიდ ურჯულებას მიეცი. უფრო მეტად დაუმანა გული და პირველი კერპი ლენინისა, ეს სატანისა, სწორედ ზაგეში მცხეთაში ამგენმა იქ გააკეთა. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ პროსაბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველი მასიური გრევა აი ამ კერპებისა თიშობლის დედის მადლით დატრიალდა საქართველოში, როდესაც ივერიდან ჩამოგზავნა ასლი. და გადახედეთ, რომ ზუსტად გელათში, ქუთაისში გელათობის დღეს მოხდა. დამსროლა მისი და მე ეროვნულობის ხალხმა რო იფიქრა, რომ ჩვენ ვართო და ჩვენ ვაკეთებთო, მე რა დაუშვა და რა გვაჩვენა ღმერთმა. რომ 26-ში რომ მივიდნენ ეროვნულობის ხალხი, მახსოვს მე ერთ დამოუკიდებელი პარტიის ბიჭი იყო, გრული იყო ეს ბიჭი, რომ ავიდა, ფეხი მოწყდა იმას კაცო. გადმოვარ. ვერაფერზე რამოდენ მანქანა ძვავერო. და ღმერთმა აჩვენა, რომ რამდენი მანქანა მოიყვანე ვერ წააქცია. და 28 აგვისტოს ღმერთმა თავის ხელით ააღებია კომუნისტებს თავისი ბელადის და სატანის ეგეთ. თიშობლობას, თიშობლის მიძინების დღეს. ხო უნდა დაინახო კაცებს. ამიტომ ეს თიშობელია, რომელიც აზანზარებს მას. ეს წმინდანები, რომელიც აზანზარებს მას, ამიტომ მესამე მსოფლიო ომი შემოხალხო, რომ გარდაუვალია დედამიწაზე, იმიტომ რომ სოდვათა გამო მთელი მსოფლიო საჯელი მოდის. აქ არის ჩვენ მდგომარეობას დამოკიდებული, იმიტომ რომ როგორც მოვიქცევით, ისე იქნება ჩვენი მდგომარეობა. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უფალი ადამიანების გულებს მიჩერებია. და ნახე როგორ ახლა, შენ რომ მოვისმევ თის სიტყვას, შენი პატრიარქის ბაგიდან, შენი მდელმთავრის ბაგიდან, რომელი მდელმთავარიც არ უნდა იყოს, შენი მოდროს ბაგიდან და შენ იმას აღიტაცებ და გიხარია, შენ თუ კი ჭიქაწყალის მაც გიმრავლეს ღმერთი, რომ ჭიქაწყალო შეოსო და ვინც იქნება მის მაგ ანა ამგენის მაც არ გაგიმრავლეს სულიწმინდა შენ. და თუ ისინი ასე ანთებულნი არიან ღვთისინაშე, ის ნათელი შეშიდაც არ გადმოდის და არ ხდება ბუნებრივი განათება და სწორის განჯის უნარ შედეგად ერთგვარად ცოდვამადეს გაგება ზნიჭი არ გვეცლივა ჩვენ. და ამიტომაცაა ჩემო ხალხო, რომ რაც უფრო მეტად აინთება სანთელი, მით უფრო მეტი ნათელი ხო არის. ამიტომ ეს რაც უფრო მეტად ნათელი იქნება საქართველოში, მით უფრო მეტად ბნელი ხო განხარებას დაიწყებს. და ანუ ცოდვათა გამო საჯელი საქართველოს ბევრი აცდება. და ამიტომ რომ მავანი დღეს გადახედეთ ახლა ყველაფერ ურჯულოებას, ყველაფერ საზიზღრობას აფინანსებენ ტელევიზიაში და ყველგან უნახავთ. ესე იგი ავიღოთ ამასინებზე მე გესაუბრე თქვენ და ფიქრობდი გააცინეთ და მოიგეშირობა, ხო იცი? ხარს აძლევენ არაფერში 400 ლარს, 500 ლარს, შეიძლება მეცაც, ხო? რატო ხდება? ვინ გაფინანსებს?
ეს მასონისტები ესე იგი აფინანსებენ იმის გამო შემოხალხო რომ აქ ერთი ჭკუატყოფილი ადამიანი არც ერთი მიდის ამ გადაცემას არც ერთი არ მეჭკუატყოფილი ყველა გამოყავთ საზოგადოებიდან გამოკრებილი ავადმყოფი ადამიანები და ამით ჩვენ ერთ და ჩვენ გენს ეცინიან და ამ დაცინვაში უხდიან ფულ ამ ადამიანებს ესა ძალიან ცუდი რეგია ამიტომ დღეს აიღე დაუშვა ტელევიზიის სხვა მხარეები აუცილებლად უნდა გამოიყვანო და რეკრემებმა გაუწიონ უზნეო მამაკაცებს, უზნეო დედაკაცებს და თავისი პროპაგანდით უნდათ რომ ეს სააშკაროს გამოიყვანო. და ამაში უხდიან ფულს, ვინ უხდის ფულს ამაში? ეს მასონისტები უხდიან. გამიგეს სხვა რამე კი არა. ათეიზმი რა იყო? ათეიზმის ყველა წყარო მასონისტები, ესე იგი ყველა ლიტერატურა რომელიც შექმნეს მასონისტები იყო. თავისი სარწმუნოებაც უარყვენ, თავისი ღმერთიც უარყვენ. ოღონ ხო როგორ ჩემი თვალი ორივე ერთი ამოთხარი მე თვალი ოღონ იმას თუ ორს ამოთხარი აი ესეთი პროცესია ეს და ეს ყველა პროცესი და ეს არა სამთავრობო და სხვადასხვა პროცესები იმიტომ მომდინარეობს და იმიტომ იმაშობიან და არის სექტანტებიც კი თქვენ რა გონიათ უცხოეთში რომ მიხვიდო და უცხოეთთან მე მომისმინია ვიცი ცხოვრობს და რაღაცა მამა შვილთან ვერ მივა თუ ის ინასთან დაგეგმარება არ არის მამაშვილთან ვერ მივა და თუ არ იცოდება თუ იქიდან რაღაც მოგებაზე არა საუბარი არამედ ნათესავებზე კიდევ ლაპარაკზე დიმეტიებს. ვინმე რამეს არ გაგიკეთებს იქ იმის გამო რომ თუ იქიდან კიდევ რაღაც და თქვენ რა გონიათ მილიონობით თანხა რო შემოდის დღეს ინა სექტანტებში ინა სხვა იმაში და მით უმეტეს თავის პოლიტიკოსებს რო აფინანსებენ რატომ არის ეს იმითოა შემოხალხო რომ მათი პოლიტიკა და მათი კანონები რომ აქ განახორციელონ. გინდა ეს მიწის კანონები რომელიც უნდა აქ შემოვიდა, გინდა სხვადასხვა ეგეთი, იმიტომ რომ ესენი ამგენს აძლევენ თანხებს და ვითომაც თან ახდება თუ ევროსაბჭოში აუცილებლად არის რომ ჩვენ თუ ევროსაბჭოში ეს კანონი უნდა მიიღოთ, თუ არა ეს უნდა მიიღო და ამაში ყიდიან თავის სულს და თვითონ არ ესმის რას აკეთებენ. ესაა ჩვენი ტრაგედია. ესაა ჩვენი ყველაზე მეტი და ესეც გვემართება შემოხალხო იმის გამო რომ ისევე ჩვენ ვიჭყინდებით ქართული ადამიანები თუ რა. გინდა ეს კრიზისი რაც დღეს დადრიალდა სოფლიო მასშტაბის გინდა გაფასიურება ეროვნული ვალუტისა, გინდა სხვადასხვა პროცესები. აქ ვინ აკეთებს და ვინ იღებს? მილიარდელები ყოველთვის იგებენ. და ყოველთვის ჩვენაირი უბრალოდ ადამიანის პროცესები იმიტომ რომ იმას რომ ბანკში მილიონია თუნდაც დოლარი მილიონს კურსის აზაზა კიდო მიიმატება და შენ კიდო მეტად ესე იგი რა ხდება კაცი რომელიც მისი საუნჯე დავანებულია მიწიურ და იუდურ ვერცხლის მოყვარეობაში ის ქართულ ორიენტაციას მორას უკაცრავ ვერ არასდროს არ გაგიტანებს ის ყოველთვის მონა იმ პროცესისა რომელიც მართავს ამიტომა დღეს სწორედ ზოგი კრემლის აგენტურა ზოგი საფრანგეთის აგენტურა დღესაც და რომელსაც ამერიკაზე ევროპაც დაშორებს იმიტომ რომ ამ ძალება უნდა განახორციელონ და აქ მაგას თავისებურად სოფლიო დაყოფილიყავთ იმ არეალზე დაუშვათ ამერიკელებმა უნდა იყვნენ ამ არეალზე მოცემულია ფრანგებს ახლა და უკვე მანამდე იყო კრემლის აგენტურები ხო და ასე გონიათ რომ მაგრამ ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ძალა ბოროტებისა სადაც მართლმადიდებულობა იქნება ამიტომ ყველაზე დიდი სიცფერე სწორედ ესენი აკაკეთებენ რამე ვქრა თუ შეიძლება გადავყიდოთ მართლმადიდებლობა ამიტომ ამ ძალებმა ძალიან კარგად იციან თუ ადრე გინდა თუ არ გინდა რომ ბიზანტია იყო მართლმადიდებლობის დამცველი ვიღოთ იმისა რომ მას თავისი მეორე მხარეც ჰქონდა არაკეთილი მაგრამ დადებით ის იყო რომ ის ინახავდა მაინც მართლმადიდებლობა და მისი ეშინოდა და მისი წაქცევა რა გამოგვიწვია და რანაირ კრიზისში შევედით ქართველები ასია დღეს გინდა თუ არ გინდა და მავალი თუნდაც გაასყდეს მუცელზე დღეს ეს ძალა არის რუსეთში მართლმადიდებლურ რუსეთში რომლისგან ანტიქრისტეს ეშინია და რომელზეც ესენი გახკივიან ვითომ და ჯო არ გაგეცინება კაცო ლომი დათვის ხახიდან გამოიყო პირი და ლომის ხახაში შეყო თავი და მე იძახო ეს არ გვინდა დიქტატორია ეს დათვი და ლომი მირჩევია არ გაგეცინება კაცო ამიტომ არის რომ ანტიქრისტეს ძალებმა იციან
იციან ის როგორც იცოდა ეშმაკმა, როდესაც მესია მოვიდა, უდელმსახურებმა ვერ მირთენ რომ ქრისტე მესიაა. ეშმაკმა თქვა, რა ადრე მოდიო ჩვენსთან ჯვარით. ნახეთ, და ამიტომ იციან იმგენმა, რომ მართლმადიდებლობის გაერთიანება მათ არ აწევთ. Tamdum ყველა მსახურებას აკეთებენ შიგაური გარე ძალებისგან, ამეფრად რომ ის მართლმადიდებული მოვიდა რა არც ორი თავი აქვს, უსიც ხო? ორი თავი. და ამ ერთი თავისგან ყველაფერი ბოროტება შემოხარჭვა მთლიანად ეს იმპერიული სულით. იმიტომ რომ ჩვენ იცოდეთ შემოხარჭვა. ჩვენი ცოდვათა გამო გვიმართება, რაც დაგვიმართა. სხვა მის მრალი სხვას მიგედა მოხდა. და ხო გახსოვთ ილარიონ ქართველი რას ამბობს? მადლობა ღმერთო, ჩვენი ცოდვათა გამო არა სხვა უჯულოთა და უწუნოთა ხელში ჩაგვამდეო, არამედ ისევე ერთ მორწმუნე ერისგან ვასწავლეთ ყველას. ჩვენი ცოდვათა გამო იყო. ერთი მუჭა საქართველოს გაერთიანება ვერ მოახერხა. როგორც მონგოლთა თართა შემოსევა რუსეთში რატომ მოხდა კაცო? იმიტომ რომ დაიყო რუსეთი სამთავროებად. ტვერის ალგე, მოსკოვის ალგე, კიევის ალგე იყო, ეს ალგე იყო. და ამის გამო ჩინგისხანის უფალი ეცხადება ეუბნება ჩემი ერის საჭირად გიშობში. და იქაც ასე იყო საჭირო. და ამიტომ ღმერთი გვაჩვენებს თუ კი დაყოფა არის ღვთის რისხვა, მაშინ რა ღვთისთვის სათნო გაერთიანება, მართლმადიდებლობის გაერთიანება ჩვენ. ამიტომ არის სწორედ ღმერთმა ამრავლოს აი ესეთი დემთავრები მე მიამაღება და მიხარია. ვარ იმერიშვილი, სადაც ყავს ასეთი პატრიარქი, ნამდვილი მამა, ყავს ისეთი დიდი მღვდელმთავარი, როგორც ჩვენი მეუფე გალესატე ბრძანდება, როგორც ჩვენი მეუფე სპირიდონი და ბევრი დიდი მღვდელმთავარი და მოძღვრებიც და ერის ადამიანები შემოხარდა, პატრიოტებიც, რომელსაც ნამდვილად გააჩნია ღვთის სამშობლოს და ადამიანის სიყვარული. მეთმა დაგვიწევთ და მეთმა გაგაძლიეროთ.